Salome gobroba კეთილიყოს თქვენმა ბრძანება ჩემს სახლზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ beauty news-ების შესახებ. Okay, დღევანდელი ვიდეო უნდა დავიწყო Urban Decay-ის შესახებ საუბრით, იმიტომ რომ არ ვიცი რა სჭირს ამ ბრენდს და რა ხდება მაგათკენ, მაგრამ თლად ჯანმრთელად რო არ არის, ანუ ფაქტია. დავიწყოთ იმით, რომ ჯერ რაღაცა პოსტების დადება დაიწყეს Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე, დაახლოებით 1 თვის წინ ალბათ, რომ beauty ინდუსტრიაო ძალიან ერთფეროვანი გახდაო. ფერები არავის აღარ აინტერესებსო, ფერადი მაკიაჟი არავის აღარ აინტერესებსო, ყველას ერთი და იგივე ბეჟი ფერი უსვია თვალზე და სახეზეო. თუ გახსოვთ, არ ვიცი ხა თუ იყავით მაგ დროს მეიქაპით დაინტერესებული, Urban Decay ერთ-ერთი ესეთი ფერადი და ყვირალა და გამორჩეული ბრენდი იყო წლების წინ. და ეხა ეს რო ასეთი კომენტარების გაკეთება რო დაიწყეს, ეხა ველოდებთ რომ ისე რაღაცა ახალი პროდუქტი აქვთ სავარაუდოდ, რაღაცა ფერადი, რაღაცა ძველ დროს იხსენებენ და ვაუ, ეხა მაგაზე აკეთებენ აქცენტს, რომ ეს სხვა ბრენდებზე სელაპარაკობენ და ნახე ეხა თვითონ რა გამოიტანონ ბაზარზე. ძალიან ჩასაფრებული ველოდებით რა. აი ეს გამოიტანეს ეს თვალის შტილების პალეტრები ცივ და თბილ ტონებში. ორი სხვადასხვა პალეტრა. არაგერიოთ. აი ეს ერთფეროვან ინდუსტრიას რო დასცინეს, მე ეს გამოიტანეს ბაზარზე. ვაიმე, მაგათი პოსტების კომენტარების სექციაში ამბავი იყო. ხალხი დიდი ხანი ამდენი ასე გემრიელა მიცინია ძალიან უწუხარ მათ გამო, მაგრამ აი, ოკეი, ეს ამ ამბავმა ხო ჩაირა. მერე დაიწყეს თავიანთ მაკიაჟის დასაჯენ სპრეიზე All Nighters-ზე ლაპარაკი. ეს ანუ რაღაცა ეს არის კონსილერი. ეს არის რაღაცა საოცარი ისტორიის მქონე სპრეი, მაკიაჟის დასაჯენი სპრეი, ფიქსატ. ანუ იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის, პუდრი გაადნოს და ეს All Night აქვია იმას, რომ მთელი დღე და ღამე ზის მაგიაში. აი ეგეთი სპრეია, ეგეთი ფიქსატორია და ძალიან ცნობილი და ბევრის ფავორიტი და არის მე მგონი ყველა მეიქაპ არტისტის ნაკრებში როდეს და ასე შემდეგ. არ ვიცი, მილიონერი გახადა მე მგონი ეს ბრენდი ამ სპრეიმ. და მოგეთ, წლებია ყველას ფავორიტი. დაიწყოს რაღაცა უცნაური ვიდეოების ატვირთვა ისე ვიღაც ახალი ყავთ PR-ში უეჭვი. არ ვიცი, ვიღაცა სტაჟიორს ჩააბარეს Instagram-ზე, არ ვიცი რა ხდება. დაიწყეს ვიდეოების, ამ შემთხვევაში ვიდეოების ატვირთვა, სხვადასხვა ბრენდების სპრეის აჩვენებდნენ. ანუ ისე რომ ბრენდის სახელი არ ჩანდა, მაგრამ აი სპრეის თავი რო ჩანს. თუ ერკვე მაკიაჟს უკვე ბრენდსაც ცნობ. ხო გამორიცხულია, რომ ეხა ვერ მიხვდე რომელი ბრენდის სპრეის აჩვენებენ, თუნდაც ესე მოჭრილს, მოჭრილი კადრით, მაგრამ ვიდეოში და აჩვენებდნენ სხვადასხვა ბრენდების, ეს 10-მდე ალბათ სპრეის, ანუ სპრეი როგორ ჩამოდის და მერე თავიანთ სპრეის ამ All Nighters, რომ ჩვენი სპრეი როგორი ცუდია ამათთან შედარებით. საკუთარ პროდუქტზე ლაპარაკობდნენ, როგორი ცუდია. აშკარად ეხა დაიწყო ამბები, რომ როგორ ჩანს ახალი ფორმულაცია, ახალი ვერსია გამოვაქვთ ბაზარზე და მართალია მილიონები მოუტანა ამ პროდუქტმა, ამ ბრენდს და იყო მათი ნომერ პირველი ბესტსელერი წლების განმავლობაში, მაგრამ ეხა რაღაცა ახალი გამოვაქვთ ბაზარზე და როგორც შვებიათ ხოლმე ხშირად ბრენდებს, ეხა ძველ პროდუქტზე აი ესე ტალახი შესმა დაიწყეს, რომ ეს რატო არ გავშეხედეთო სხვა ბრენდების ბრენდთან შედარებით. ხო ვიღაცა ინტერს აქვს, მაგათ Instagram-ში ჩაბარებული ხო გეუბნები. ამაზე ხო ატყდა ერთი ამბავი და ერთი ამბავი ატყდა კიდე იმიტომ, რომ ამ სპრეის ფორმულაცია, პატენტი Urban Decay-ს არ ეკუთვნის. ეს ეკუთვნის სკანდინავიას. სკანდინავია არის ინდი ბრენდი, პატარა ბრენდი, რომელიც ბევრ პროდუქტზე და რაღაცაზე მაკიაჟის პროდუქტებზე არ მუშაობს. მუშაობენ ამ სპრეიზე. ესაა მათი პატენტი, ესაა მათი ფორმულაცია. ამ სპრეის აქვს cooling ეფექტი, ანუ სიცივის ეფექტი. სახეზე რო დაგაქვს. და ესაა მათი დაპატენტებული ფორმულა. და რადგან ახლა თვითონ ინდი ბრენდი არიან და პატარა ბრენდი არიან და ფინანსურად ამდენი შესაძლებლობა არ ქონათ წლების წინ, აი არ ვიცი, ალბათ 10 წლის წინ უფრო მეტი შეიძლება ამბავს გიყვებით, რომ შეიძინა Urban Decay, ასე თქვა, ხელშეკრულება გააფორმა Urban Decay სკანდინავიასთან. Urban Decay-ის ამ All Nighter-ის შეფუთვას რო შეხედავთ, All Nighter და by Scandinavia აწერია Z შეფუთვას, რომ სკანდინავის ფორმულაა. იმ ბრენდის ფორმულა უბრალოდ თვითონ თავისი ფორმულაც რო ფართოდ გაეტანათ ბაზარზე, უფრო ცნობილები რო გავხდარიყვნენ, ეს ხელშეკრულება გააფორმეს Urban Decay-სთან და Urban Decay მათ ფორმულას იღენებდა. ეხლა ამათმა ასეთი რაღაცეები რო დაიწყეს, აქეთ სკანდინავიამ რა ხდება? ანუ თქვენ თუ აღარ გინდათ ეს ფორმულაცია და აღარ გინდათ ეს პროდუქტი და ჩვენთან თანამშრომლობას წყვეტთ, ესე ხო არ შეიძლება რომ პროდუქტს თავზე გადაუვაროთ, ანუ პროდუქტი მარკეტიდან არ იხსნება, მარკეტიდან, ბაზრიდან არ იხსნება. ანუ გამოდის რომ თავზე გადაუარეს სკანდინავიასაც, თავზე გადაუარეს მათ პროდუქტსაც, იმიტომ რომ Urban Decay L'Oreal-მა იყიდა.
და L'Oreal-მა გადაწყვიტა, რომ არ უნდოდა ახლა ესეთი პატარა ბრენდის ფორმულაზე და პატენტზე ყოფილიყო დამოკიდებული და გადაწყვიტა, რომ თვითონაც მარტივად შეეძლოთ მსგავსი cooling ეფექტით სპრეის დამზადება. ნუ რა თქმა უნდა, იმას ვერ გამოიყენებს, რაც სკანდინავიას აქვს ეს დაპატენტებული, რომ რაღაცა მსგავსი. და 3 თუ 2 სხვადასხვა ტექსტურის სპრეი გამოიტანეს, ანუ მატ ეფექტით, glow ეფექტით გამოიტანეს ბაზარზე, ნუ L'Oreal-ის პატენტის ქვეშ უკვე. ნუ სკანდინავიას გადაუარეს თავზე და სკანდინავიას ეს ძველი ინფლუენსერები, ძველი მეიქაპ არტისტები ყველანი იცნობენ და ყველამ იცოდა ვისი პატენტი იყო. ამაზე ხო საერთოდ სასწაული ამავე აწყდა. მით უმეტეს, როცა ესეთი დიდი ბრენდი და ესეთი კონგლომერატი ასეთ პატარა ინდი ბრენდს ასეთ სიტუაციაში აგდებს და თავზე გადაუარეს. მოკლედ ძალიან ცუდი შეფასებები დაიდო Urban Decay-ის ახალ პროდუქტებზე. არის იცი, მე მგონი რეალურად არც მიეცა ამ პროდუქტებს შანსი, უცხოურად რო გითხრათ, იმიტომ რომ იმდენად ცუდად შემოიტანეს ბაზარზე, იმდენად ცუდად დაიწყეს ამ ყველაფრის გაკეთება, რომ აღარც უნდა არავის უკვე ამ ყველაფრის გაგება, რამდენად კარგია ან ცუდია ეს პროდუქტი, ან უკეთესია, ან სკანდინავიას სპრეიჯობია. როცა ბრენდი აი ასე უნამუსოდ იქცევა, მერე უშუალოდ პროდუქტი უკვე აღარავის აღარ აინტერესებს და ამის იდეალური დადასტურება იყო ეს სიტუაციაც. მოკლედ, არ ვიცი მაგასთან რა ხდება, მართლა სტაჟიორების იმეზე არიან თუ ვის აქვს მაგათ Instagram-ის გვერდი ჩავარებული, მაგრამ აი მიყოლებით ბოლო 2 თვეა, აი მუდმივად ესეთი რაღაცები ხდება მაგათ. ვერ წარმოიდგენთ კიდევ ერთი ახალი სალაპარაკო თემა რა არის ინტერნეტში. ხო გგონია რომ გამოვიარეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აი მოდაბრუნავსო თუ მეგონა ადრე რომ ასაკის მომატებასთან ერთად ხვდები რომ ზუსტად ეგრე. ლაროშე გამოვიდა სიტყვით, მოუწოდებს ახალგაზრდებს რომ შეწყვიტონ კანის დაწვა. ანუ თემა არის რომ მოდაში დაბრუნდა ბრეტელები, არ ვიცი რა ქვია ქართულად. დამწურის ანუ მზის ზოლები რო გქონდა გახსოვს, ეგ რო ძალიან მოდაში იყო. ეგ არის ხა ისე მოდაში. ახალგაზრდებში. თავს იწვავენ სპეციალურად, ანუ სპეციალურად ხაზებად ისმევენ მზისგან და მცავს. და დანარჩენ ადგილებზე დაიწვა. რომ ეს ხაზები ანუ ხო და ეხა ეს დიდი SPF ბრენდებიდან ეს დიდი საფთიაქო და ზოგადად დერმატოლოგიური და სკინკეარ ბრენდები ეს განცხადებებს აქვეყნებენ, რომ გეხვეწებით თავს მოიწვავთო. ეხა ისინიც კაი ტიპები არიან, გეგონება ეხა იმათმა არ იცოდნენ რომ რაღაცას არასწორს აკეთებენ და ამათ ნათქვამზე უცებ შეწყვეტენ, სანამ ტრენდი არ გადავა და არ მობეზრდებათ, მაგრამ ნუ ესენი თავის საქმეს მაინც ამბობენ და მე არ გვითქვავსო. მე არ გაგიფრთხილები ვარ და არ გითქვავთო. იმათმა რო არ თქვან ჯენზიმ და ჯენ ალფა, მაგრამ ხო, აი ესე იგი დამწვარი ზოლების თუ არ ვიცი რა, რას ვეძახდით რა ერქვა მაგას. სპაგეტი მაისურების ზოლების რუჯი თუ დამწვრობა ან ერთი ან მეორე როგორც გაგიხარეთ, ერთი და იგივე რეალურად დაბრუნდა მოდაში. კიდევ ერთი ახალი სელებრიტის ბრენდი დაგვემატა მეგობრებო. ხო არ გგონიათ რომ ჰოლივუდს ზინავს და მოდუნდა ჰოლივუდი არა. მარტა სტიუარტი რამდენი წლის არის ჩავინიშნე სადღაც, იმიტომ რომ 84-85 წლის არის, ახლა ვერ ვხედავ ხა სად ჩავინიშნე. მარტა სტიუარტი გამოვა ახალი ბრენდით. სხვათა შორის ძალიან სამედიცინო და ტექნოლოგია და მთელი ამბები. დეველოპერი ანუ ადამიანი რომელიც ამ ბრენდის უკან იდგება, არის ადამიანი რომელიც ჰეილი ბიბერს ეხმარებოდა თავისი სკინკეარ პროდუქტების შექმნაში. მოგეთ ესეთი კარგი გამოცდილებით და მედიცინა და არა მარკეტინგი და მთელი ამბებიო, ამაზე ვიმუშავებთ როგორც ამბობ, მაგრამ ფასებზე ითქვა რომ ძალიან ძვირი იქნებაო. ნახოთ სექტემბრის თვეში ხა ამ თვეში უნდა გამოვიდეს პროდუქტები ბაზარზე და როგორც ამბობენ ძალიან ძვირიანი პროდუქტების შესახებ. ფასებს რაც შეეხება, თუ გახსოვთ ერთი 2 beauty news-ის წინ იყო ალბათ რომ გითხარით, რომ პატმოგრაფი და ლუი ვიტონი დაძმობილდნენ. და პატმოგრაფი იქნებოდა ლუი ვიტონს უნდა რომ მეიქაპ ბიუთი ხაზით გამოვიდეს ბაზარზე და პატმოგრაფი იქნება კრეატიული დირექტორი. პატმოგრაფმა ხო თავისი ბრენდი ანუ რა არის იცით? როცა ხელოვნების მხრივ, იდეების მხრივ, გენიოსი ხარ პატმოგრაფი არის, არ ვიცი. თუ კი რაიმე სამოდელო შოუ არსებობს, რაც გვახსოვს უდიდესი სახლებიდან შანელიდან დაწყებული, ვერსაჩეთ და გუჩიდან, ანუ თუ კი რამე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეს სუპერმოდელების და ვოგის ყდები და ასეთ, ანუ თითქმის ყველა ამ იდეალური გამოსვლის უკან დგას პატმოგრაფი და მისი მაგიაში. ნუ ლეგენდაა ეს კარი. კი ბატონო. მაგრამ ეს ყველაფერი ბიზნესში ეს ერთ-ერთი არ გადადის. სამწუხაროდ არ გადადის, იმიტომ რომ დაგვღალა პატმოგრაფა ამ თავისი მადარშიპ პალიტრებით. 1-დან 15 თუ 17 ჩათვლით უკვე და ყველაში თითქმის ერთი და იგივე ფერი. მე ეს Star Wars-ის სტიკერები რო ქონდათ კიდევ პალიტრებზე, თქოლი გახსოვთ $111 რო ყიდნებს.
ვიღაც ხალხმა რომ კაცალა სახში ეს იკერებიან პალიტრებს და ერთი ამბავი რო იყვათ, ეხლა იქ ხო გახსოვთ, მოკლედ. ამ ბიზნესის მხრივ არ გამოდის სამწუხაროდ, რომ ვერ გადაიტანა ეს ყველაფერი ბიზნესში, იმიტომ რომ შეხედო ეხლა იდეა და ხელოვნება და როგორც მეიქაპ არტისტი, პანოგრაფი ნატაშა დენანასაც და ანასტასია ბევლი-ჰილსაც ჩამოიტოვებს უკან, ანცი 200%-ით უდაოდ სიტყვად, მაგრამ ბრენდების წარმატებას რო შეხედავთ, თუნდაც ანასტასია ბევლი-ჰილს და მით უმეტეს ნატაშა დენანას, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ უფრო ძვირია პანოგრაფი, არ ვიცი, მაგათთან ეს მაინც კარგად არ არის საქმე. მე მგონი მობეზრდა თავისი ბრენდი და ეხლა ცდილობს რომ რაღაცა სხვანაირად შეძლოს თავისი მაკიაჟ იდეების გამოტანა ბაზარზე და ეხლა ლუი ვიტონთან ერთად არაჩვეულებრივი შესაძლებლობა აქვს მაგის. მოკეთ, პირველად ჩინურ ბაზარზე გამოდიან 55 ტუჩსაცხით და 10 ტუჩის ბალმით. თითოს ფასი იქნება 160 $. ანუ ყველაზე ძვირი ტუჩსაცხი გამოდის? მახსოვს თუ არის რომელიმე ბრენდი უფრო ძვირიანი ტუჩსაცხით. ბალმით ალბათ არა. მოკეთ, ყველაზე ძვირი ბაზარზე 8 თვალიშტილების პალიტრა, თითოს ფასი $250. 20 აგვისტოს გამოვიდნენ ჩინეთში ბაზარზე. ანუ მათ მაღაზიებში იქნებიან წარმოდგენილები და 29 აგვისტოდან არიან უკვე მათ ონლაინ შოპშიც. ანუ არ ვიცი მეგობრებო, ანუ აი დიორის ტუჩსაცხებიც კი. ეს დიორის სტანდარტი ტუჩსაცხი რამდენი არის $48? ანუ 57-დან $48 ღირს დიორიც. 160. ოიფორია დაიხურა. არ გაგიკვირდებოდათ. ბრენდი დაიხურა. ეს არის ბრენდი, რომელიც 2021 წელს დაარსდა და თუ გახსოვთ, შარშან 2024-ში სერიოზულ სკანდალში იყვნენ მათი ტონალურის გამო. გადაწყვეტეს, რომ ინკლუზიურობა უნდათ და სხვადასხვა კანის ტონისთვის შესაძლებელი ტონალურები უნდათ რომ ქონოდათ მარაგებში და ხაზში შემოთავაზებაში და რაღაცა ისე უცნაურ რაღაცებს აკეთებდა მან ბრენდის დამფუძნებელი ეს ქალი. სადღაც აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში იყო, სადღაც მოლში, სავაჭრო ცენტრში და დადიოდა თავისი პროდუქტის ტესტერებით და ვიღაცა კაცები გააჩერა და იმათ წაუსვა, რომ ეს სად იყვნენ, რომ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში იყვნენ, სადაც აქ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ყველაზე მუქი კანის მქონე ადამიანები და აქ თუ მოვარგებთ კანის ტონს ვიღაც. ასე ვიღაცა ხალხს დასდებდნენ სავაჭრო ცენტრში და ტელეფონის კამერით გადაღებული ვიდეოები და მე ამას იყენებდნენ ამ მასალას PR-ისთვის და Instagram-ისთვის, სოციალური მედიისთვის და რაღაცა უცნაურად გაკეთებული რაღაცები. მე ამ ადამიანების უცნაური ფოტოები მათ საიტზე გადატანილი და ხო იცით აი საიტზე ფოტო არის ხოლმე და ტონალურის ფერი და სახეზე როგორ გამოიყურება. ყველა ტონალურისთვის გადაღებული ფოტო, მოდელის ფოტო აბსოლუტურად სხვადასხვანაირად გამოიყურება და ამ ადამიანის ფოტოებს მოლში გადაღებული ფოტოები. მოკეთ, ჯერ ეს მე აშკარად არ იყო ის ტონი რაც იყო, იმიტომ რომ იყო შავი საღებავი. ქვედა ტონი არ ქონდა. ანუ რაც არ უნდა მუქი ტონის შესახებ საუბრობდეთ და რაც არ უნდა მელანინით მდიდარი კანის ტონის შესახებ საუბრობდეთ, ყველაზე შავ კანსაც კი აქვს ქვედა ტონი. ცივი ქვედა ტონი, თბილი ქვედა ტონი. ესეც რა თქმა უნდა მოარგო კანს. ეს იყო ჩვეულებრივი შავ საღებავი. აი არის წყალში ხსნადი საღებავი, წარმოიდგინეთ საბავშვოს სახატავებს რომ მოყვება ხოლმე. აი ესეთი შავი ყველანაირ ქვედა ტონის გარშემო. ამაზე ხო საერთოდ თელი სკანდალი აწყდა. მე კიდე რაღაცა უაზრო მარკეტინგი და რეკლამა ქონდათ, რომ მაგათ მაკიაჟს თურმე ჩამოშორება არ ჩამოგანა არ სჭირდება და შეგიძლიათ დაიძინო მაგათი მაკიაჟით, იმიტომ რომ ყველაფერი clean beauty-ია და ბუნებრივი და მაგრამ სერიოზულად ხალხს მოუწოდებენ, რომ შეგიძლიათ ჩვენი მაკიაჟით დაიძინოთ. მოკეთ ძალიან უცნაური რაღაცა სერიოზული სკანდალი იყო შარშან მაგთმასთან დაკავშირებით და ანუ არც გამგურები მართალი გითხრათ, რომ დაიგედა ეს ბრენდი. ისეთმა ბრენდებმა დატოვა ბაზარი, რომ ამათი ამბავი საერთოდ არ გამგურებია. Armani Beauty-ს აქვს ცოტა ასეთი პრობლემები. 3.5 მილიონის ჯარიმის გადახდა უწევს. ნუ 3.5 მილიონი მაგათვის მზესუმზირის ფულია სავარაუდოდ, ანუ მაინდა-მაინც პრობლემაო ვერ ვიტყვი, მაგრამ ევროკომისიამ გადაამოწმა მათი სამუშაო პირობები და რესურსების მოპოვების პირობები, ანუ საკმაოდ მაღალ სტანდარტებს აქვეყნებდნენ თვითონ, როგორ მომწოდებლებთან მუშაობენ, ამ მომწოდებლებს როგორი სამუშაო პირობები აქვთ, რომ ბავშვებს არ ამუშავებენ და ასე შემდეგ, მოგეთ ვიცით ეგ თემა და თვითონ როგორც ამბობდნენ თავიანთ ოფიციალურ რეპორტებში, ძალიან მაღალ სტანდარტებს და აქედან გამომდინარე, არის სხვა ბრენდებს, მოდი სამყაროდან თუ ასე შემდეგ. უპირატესობას იწერდნენ ამით სხვა ბრენდებთან შედარებით და როდესაც კომისიამ გადაამოწმა ეს ყველაფერი, აღმოჩნდა რომ თურმე ისე კარგად არ ყოფილა ყველაფერი, როგორც თვითონ უყვებოდნენ და წერდნენ თავიანთ ოფიციალურ საიტზე და ჯარიმა დაიკისრათ 3.5 მილიონი ევროს სახით, რაც როგორც გითხარით, მაგათვის ბევრი არაფერი არ არის, მაგრამ მაინც ყოველს მოკლე ფეხები აქვს აი ეს ისტორია. Drunk Elephant-ის საქმე ისეთ სურათ არის. Shiseido, როგორც ისეთ Shiseido-ს ეკუთვნის Drunk Elephant-ი და Shiseido-ს ისე გამოაქვეყნა რეპორტი, რომ აღარ შეგვიძლია ამათი
ამათი პატრონობაო ისევ დაბლაწევს მთელი კონგლომერატის მოგებას მარტო ეს ერთი ბრენდი. ესე იგი, ამ 9 წლის მონაცემები გამოაქვეყნეს 2025 წლის პირველი 6 თვის მონაცემები გამოაქვეყნეს 7.6%-ითაა მოგება დაწეული Bronx Elephant-ის გამო. ანუ იმდენად წაგებაზე მუშაობს ბრენდი და იმხელა ინვესტიციების ჩადება უწევთ ბენჩი. რომ ბრენდი ამუშაონ, თანამშრომლები, ინფრასტრუქტურა, ყველაფერი და მოგებას ვერ ხედავენ, რომ მთელი შისეიდო ჯგუფი თითქმის 8%-იან წაგებაში წაიყვანა Bronx Elephant. მოგეთ, მე მგონი ვიცით შემდეგი ბრენდი რომელი ან დაიკეტება, ან გაკოტება, ან რებრენდინგი გაკეთდება და შევაუდეს მე დაბრუნდნენ, მაგრამ შემდეგი ვინ დგას რიგში მე მგონი ვხვდებით. აქეთ Elf Cosmetics-ია ახალ სკანდალებში, მოკლედ, ეს ფოტოშოპის სტორიზეც მგონა გადაზიარებული Instagram-ზე და რო დავინახე ამათი რეკლამა. მეთქი რა ხდება ამათ რა სჭირს. ჯერ ხომ მგონია რომ შვებულებაში ვარ აგვისტოა, რა ბიუთი სიახლეები, არაფერი არ ხდება, ახალი პროდუქტები არ გამოდის, ახალი კოლექციები არ გამოდის, ხა ყველა ემზადება რომ თუნდაც 1 სექტემბერი მოვიდეს, რომ გაივსოს თაროები ჰელოუინის კოლექციებით და რაზე უნდა ვილაპარაკო აგვისტოში. ხა ვფიქრობ, რომ ამ თვის ბოლოს საერთოდაც არ ვიქნება ბიუთი ნიუსების ვიდეო. ისეთ დღეში არიან ამ შუა აგვისტოში. Elf Cosmetics ქონდა ახალი რეკლამა, როგორც ესეთ 1 აგვისტოდან $1 ფასები გაზარდა. და ამ თემასთან დაკავშირებით ქონდა ახალი რეკლამა. მე თვით ვიყავდათ, ეს არის სტენდაპერი რეკლამაში. რატო არის? ეს სტენდაპერი არის ქალებზე ძალადობის შესახებ აქვს ძირითადად ხუმრობები. ოჯახური ძალადობის შესახებ, რომ ფიქრობს რამდენად კარგი და მონგებიანი იქნება მისი წარმატებისთვის, რომ მისი აუდიტორია უმეტესობა მამაკაცები იყოს, იმიტომ რომ მის შუტკებს მამაკაცები უკეთესად გაიგებენ. სერიოზულად. აი ეს რაღაცები რომ ქალები რომლებიც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არიან შეუძლიათ რომ მაკიაჟით დაფარონ ეს ძალადობის ნიშნები ისე რომ ანუ ვითომ აი თქვენ მაკიაჟის პლუსიო მაგალითად ეს არისო რა ესეთ სიტუაციებში ანუ ვიცი ამ ყველაფერს ლაპარაკობ ხა რეებს ლაპარაკობ მაგრამ მის სიტყვებს ვიმეორებ ჩემს აზრს არ გიყვებით აი ეს ტიპი ყავდათ Elf-ს მაკიაჟის რეკლამაში მეთქი სტენდაპერი არ დარჩა, სად იპოვეთ, რატო იპოვეთ. ანუ რეკლამის დამზადება, ამ ხელა კომპანიის რეკლამის დამზადება, diversity და ინკლუზიურობა და Elf-ი მაგ მხრივ არის ერთ-ერთი პირველი ბაზარზე. ასეთ ბრენდს რა ასეთი რაღაცა გემართება და ამ ხელა შეცდომა მოკდის. აი, არ ვიცი. რეკლამის ჩაწერა, ჯერთ მომზადება, კასტინგი, ყველაფერი, ანუ იმდენ ადამიანთან გადის ეს ყველაფერი, იდეის დონიდან, რომ რეალურად დამონტაჟდეს ვიდეო და გავიდეს. ანუ ეს ჯაჭვი და გზა ხო წარმოგვიდგენია რამდენ ადამიანს მოიცავს რანაირად შეიძლება რომ ამ ათობით და ასობით ადამიანის ჯაჭვში არავის თავში იდეა და მოუვიდა რომ აი იქნება და ამ ტიპის ცოტა ისტორიას გადავხედოთ მოდი ან როგორ არავინ არ იცოდა ან როგორ არავინ არ დაინტერესდა აი არაფრით არ მჯერა რომ არ იცოდა მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგადაც იცოდნენ უბრალოდ ეგონათ რომ გაძვრებოდ იმიტომ რომ ყველას უყვარს ახლა Elf-ი ყველას ფავორიტია ძალიან კარგ სიტუაციაში არიან და გონიათ რომ სულს ვერაფერს ვერ გააკეთებენ. საყვედურს ახლა ვერ დაიმსახურებენ ეგ. ნუ ამას მოყვა რა თქმა უნდა მე ეს უაზრო რაღაცები ხო ისეთი ნაგვის ურნებში რო ყრიან Elf-ის მე გაუხსნელ და გამოუყენებელ ახალ შეფუთვებს და ამ ბრენძავ. ეს არ მესმის ახლა თუ ნაყიდი გაქვს და შენი ფული გადაიხადე, რატო უნდა გადაყარო ნაგავში? ახალი შეფუთვა კონალური თუ ბლა. ანუ ხავხდებით აი მე ეს უკიდურესობა აქეთ მეორე რომ ეს ამ ხელა ნაგავს აწარმოებ და უამრავი ადამიანი არსებობს შენ თვითონ თუ არ შეგიძლია გამოყენება რომ ისინი გამოიყენონ. მოკლედ ეგ მეორე უკიდურესობა იყო, მაგრამ Elf-ის ბოლო სკანდალში ეგეც ხო მე რა თქმა უნდა ბოდიში მოიხადეს საჯაროდ Instagram-ზე. მზის განამცავებთან დაკავშირებით რო კიდევ ერთი რაღაცა ახალი სკანდალი არ იყოს ხო, ისე როგორ შეიძლება როგორ დამთავრდება ეს ზაფხული. სკანდალი ნაკლებად, მაგრამ FDA-მ გაფრთხილება გაუგზავნა Supergroups და რამდენიმე 5 გაფრთხილება გავიდა მე მგონი საერთო ჯამში ბრენდებს, რომლებიც მუსის, whipped cream-ის, ანუ ნაღების ტექსტურის მზის განამცავებს ამზადებენ ამერიკული ბაზრისთვის. ანუ ამერიკულ ბაზარზე მზისგან დამცავად ითვლება მხოლოდ კრემი, ლოსიონი. Whipped cream-ის ტექსტურა, მუსის ტექსტურა, შეფუთვაც ესეთია. არ არის აღიარებული როგორც ნებადართული ტექსტურა მზისგან დამცავისთვის. და ესე არ შეიძლება. ეგ ამბავი არ გამოვა. გაიტანეთ აზრი. ხო და ანუ სკანდალიც არ არის რეალურად ახლა თქონდა ეს მედია მაიტაცა და ვაიმე კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ კიდევ ისე მზისგან დამცავ. არის რეალურად თემა ის იყო რომ ის არავის უხსენებია რომ ეს პროდუქტები არ გიცავთ ან დაცვა არ აქვს. ანუ ტექსტურის დაშვება არ ხდება ბაზარზე. არა ის რომ ფილტრები არ არის შეგდისეთ როგორც უნდა იყოს რაღაცა. ტექსტურა იყო რეალურად. და ნუ რა თქმა უნდა დიდი გარჩევა და გაწევა გამოწევა ამბები მოყვა ინტერნეტში კიდევ ერთხელ. ხო იცით ხა მზისგან დამცავი რო ხსენდება.
ცხელი თემა არის. და კიდე ერთი ახალი ბრენდი არის დაანონსებული. ჯერჯერობით ახლა მიდევს რო წერ ბევრი არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ შემდეგ beauty news-ების ვიდეოსთვის უფრო მეტი გვეცოდინება. Miu Miu გამოდის beauty ხაზით. როგორც იცით, Miu Miu Prada-ს ეკუთვნის. როგორც ჩანს, ასე ვთქვათ, მიყვება თავისი ფლობელი კომპანიის ნაბიჯებს და გზას და მალე beauty ხაზით გვეყოლება Miu Miu-ს ბაზარზე. Via Beauty-ს აქვს ახალი პარფიუმი. ძალიან საინტერესოდ გამოიტანეს პროდუქტები ბაზარზე. განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა შეფუთვამ. რადგან შეფუთვა არის ესეთი, რომ თუ მოტორიკის პრობლემა გაქვს და გიჭირს, ან ვერ იყენებ ავტომაიზერებს, მთელი ხელი შეგიძლია გამოიყენო, მკლავი შეგიძლია გამოიყენო, ანუ ისე ფუნქციონირებს, რომ მაინც შეძლებ ავტომაიზერის გამოყენებას და ამაზე რა თქმა უნდა დიდი ოვაციები დაიმსახურეს. ასევე გამოიტანეს ბაზარზე სპეციალური პარფიუმის ბალზამი. სხვადასხვა არომატებით, რომლებიც შეგიძლია რომ ცალკე შეიძინო და სხვადასხვა პარფიუმს მოარგო. ანუ არის მაგალითად ქარვა ვანილა, ყვავილოვანი პეონის ყვავილების არომატი, ფრეშ ბერგამოტის არომატი, ხის არომატი. ანუ შენ თვითონ შეგიძლია დაარეგულირო, შენ სუნამოს დაახლოებით რა მიმართულებით წაიყვან. თბილი ვანილას არომატია თვითონ, კარამელით, რაც რა თქმა უნდა ძალიან ტრენდულია წელს სუნამოებში, ორ ზომაშია თვითონ. სუნამო 50 მილilitrიანი და 10 მილilitrიანი. 10 მილilitrიანს ავტომაიზერი არ აქვს, თავი ახსნება და ეს roll-ons ბურთულა, აი ბურთულიანი თავით არის მინი. გაითვალისწინეთ მაინც და 50 მილilitrიანი $75. ხალხო არ ველოდებოდი, მართლა არ ველოდებოდი ამ ფასს. Via Beauty-სგან ამ ფასა 50 მილilitrიანი $75 სერიოზულად ძვირია. Via Beauty-ს ვანილას სუნამოსთვის ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ დიზაინერის დონის სუნამოსთვის $75 50 მილilitrიანი შეფუთვაზე ბოდიში, მაგრამ ძალიან ძვირია. მესმის შეფუთვა და ის ყველაფერი, მაგრამ Born in Roma-ს აქვს რა თქმა უნდა კიდევ ერთი ახალი ფლენგერი. გაგიკვირდებათ და როგორც ყოველთვის ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის, ანუ ესაა თეთრი შეფუთვა ახლა, თეთრი შეფუთვა. შეფუთვები არ ეშლება ცხოთა შორის. მწვანე მანდარინი, ფორთოხლის ყვავილები, მადაგასკარის ვანილა და მუშკი. მამაკაცებისთვის ვერსიაში იქნება ბერგამოტი, ლავანდა და smoky wood. როგორ ვიტყვით მაგას ქართულად? ხის ყვამლის არომატები. ორდინერის აქვს ახალი გოგირდის ფხვნილი, აკნეს სამკურნალო გოგირდის ფხვნილი. სხვათა შორის ძალიან გამიხარდა რომ გამოიტანეს გოგირდის ფხვნილი ბაზარზე, იმიტომ რომ გოგირდი არის ძალიან საინტერესო ინგრედიენტი, როცა აკნეს მკურნალობას ეხება საქმე. სხვათა შორის ჩვენც გვაქვს 100%-იანი გოგირდის გელი, ადგილობრივად გამოსაყენებელი აკნეზე. მეც მაქვს ვიყენებ ვიშტრენდ, ეს არის კორეული ბრენდი. 30 გრამიანი შეფუთვა, ეს გამონაყარი თუ გამოგახტებათ, წასასმელად ძალიან კარგი და სწრაფად მოქმედი პროდუქტია სხვათა შორის. უბრალოდ საშინელი სუნი აქვს, ანუ ეხლა გოგირდის სუნს ხო იცნობთ. ამიტომ ნაკლებად პოპულარული ინგრედიენტია სამწუხაროდ, რაზეც გული მწყდება ძალიან, იმიტომ რომ ძალიან ეფექტური პროდუქტია, როცა აკნეს მკურნალობას ეხება საქმე. აი ამ სუნს თუ გადალახავთ და საღამოს რუტინაში გამოიყენებს და დილით სახეს კარგად ჩამოიბანთ, არ გექნებათ რა თქმა უნდა დღის განმავლობაში სახეზე სუნი, მაგრამ შემაწუხებელია ხარ რა თქმა უნდა სასიამოვნო ნამდვილად არ არის, ამიტომ არ უყვარს ბევრს გამოყენება, მაგრამ როცა გჭირდება, იმას აკეთებ, რაც საჭიროა. მოკლედ რო გქონდეს სახლში ადამიანებს, ვისაც გაწუხებთ ხოლმე ხშირად ესეთი ჰორმონალური განსაკუთრებით ყოველთვიურად გამონაყარი, ძალიან კარგი იდეა და მიხარია ძალიან რომ ორდინერი პოპულარულს ხდის ამ პროდუქტს. ესენი რა თქმა უნდა ხა როგორც ახასიათებს ხოლმე 10%. ყველაფერზე ხო მაქსიმალურ პროცენტებზე უნდა წავიდეთ რა თქმა უნდა. ფრთხილად იყავით თუ მგრძნობიარე განი გაქვთ, იმიტომ რომ 10% გოგირდი ცოტა არ არის ნამდვილად, მაგრამ რადგან ადგილობრივი თერაპიის ფხვნილია, ანუ ადგილობრივად უნდა იმასაჟოთ გამონაყარზე და რაღაცა თითქოს გელის კრემოვან ტექსტურას იღებს, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით. 5 გრამია ავანთ. ანუ ეს 30 გრამია. ეს ძვირიც არის უფრო, ეხლა ამათი პროდუქტს სადღაც 11 евро აწერია. ეს ძვირია უფრო, მაგრამ ნუ აქ 6-ჯერ მეტია მოცულობის პროდუქტი შეგნით 30 გრამია. ანუ ფასტო გავითვალისწინებთ. ანუ თუ გრამობაში ფასს გადავიყვანთ, ხო, ორდინარი მაშინ ძვირი გამოდის უფრო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იდეა ის არის, რომ ბევრი აღჭერება ხარ, როცა ასე ადგილობრივი თერაპიისთვის ადგილზე იყენებ, მაგრამ ჩემთვის მთავარი იდეა არის ის, რომ მიხარია ძალიან, რომ გოგირდს ხდის პოპულარულს. ორდინარი, იმიტომ რომ ძალიან კარგი აკნეს სამკურნალო ინგრედიენტია. Sephora-ს კოლექციას დაემატა ახალი ტუჩსაცხები. მithქვამს არაერთხელ და გავიმეორებ, ძალიან მიყვარს Sephora collection-ის ტუჩსაცხები. კლასიკური ტუჩსაცხები აქვს ძალიან კარგები და ეხლა დაამატეს matte და cloud matte. ანუ
უფრო მუსის ტექსტურის ტუჩსაცხები, ღუშ კოლექცია. ესეთი წითელი ფერებია. თითოს ფასი არის 14 евро, ფასი ცოტა მოუმატეს. მათი კლასიკური ტუჩსაცხები მახსოვს 11 евро აღებდა. ფასები მოუმატეს, მაგრამ ნუ Sephora-ს ფასებისთვის ცუდი არ არის. ყველაზე ბიუჯეტურია მე მგონი მაგათთან მაგათი სახლის კოსმეტიკა, ხო? თუ შოპინგობ Sephora-ში, აი ძალიან კარგი ხარისხის ტუჩსაცხები აქვთ. ღირს ნამდვილად 14 евро, თუ მართლა იყენებთ ყოველდღურად ტუჩსას, შეფუთვები გაალამაზეს და კიდევ უფრო ელეგანტური გახადეს. მომეწონათ და ფერებში აქვს რაღაცა საოცარი არჩევანი. ეხა შემოდგომისთვის ამ სეზონისთვის იდეალურ ფერებში აქვს არჩევანი. ერთი სულ მოხს უდის შევირბენ Sephora-ში და ყველას დავტესტა. Essence-მა განაახლა აპდეიტი გააკეთა კოლექციის. წინა ვიდეოში კატრისის კოლექციის შესახებ გესაუბრეთ, ანუ განახლებაში გულისხმობა ის, რომ აი ყოველი წლის შემოდგომა სამთრის კოლექციაში ანახლებენ ზოგადად მათ ასორტიმენტს, პროდუქტები, რომლებიც აღარ იყიდებოდნენ, აღარ იყო ისეთი მომგებიანი მათთვის, იღებენ გაყიდვიდან, ახალი პროდუქტებით ანაცვლებენ, ეს იმას ანიშნავს, რომ სეზონური პროდუქტების შესახებ საუბრობ. ესენი არიან პროდუქტები, რომლებიც დარჩება მათ ასორტიმენტში მინიმუმ ერთი წელი მაინც, ნუ შემდეგ წელს ვნახოთ, ეხლა თუ არ გაამართლა რაღაცამ, შეიძლება ისევ ამოიღონ გაყიდვიდან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა დარჩებიან ცოტა ხნით მაინც ეს პროდუქტები მათ ასორტიმენტში, ძალიან ბევრი პროდუქტია, ძალიან დიდი კოლექცია აქვს, დაახლოებით ისეთივე ამბავია, როგორც წინა კვირაში კატრისზე იყო. ყველაფერზე რა თქმა უნდა ვერ გესაუბრებით, მაგრამ მინდა რომ რამოდენიმე პროდუქტი ვახსენო. ფიქრობ რომ დაგაინტერესებთ, მაგალითად ჯელი გლითასტიკი ექნებათ თვალზე გამოსაყენებლად, ერთიანი სტიკი, რასაც გაინტერესებთ და უფრო მარტივად იყენებთ ესეთ პროდუქტებს. კრემ თვალის შრდილები 3.5 ევროთ. თუ შეარჩევთ ისეთ ფერსონალის თქვენია და ხშირად გამოიყენებთ, ესეც ძალიან კარგი იდეა, კრემ თვალის შრდილები ბრუნდებიან მოდაში. Satin Glow Shine ტუჩსაცხები, თითო 3 ევროთ. მეგონა რომ ფასს გაზრდიდნენ, ეხლა ახალი კოლექციისთვის, მაგრამ არ აქვს ხუთაშორის ცუდი ფაზები და ეს ტუჩსაცხებიც კარგად გამოიყურება, მაინტერესებს ძალიან. Tintები ექნებათ, აი ეს კიდევ უფრო მეტად მაინტერესებს, ძალიან მაინტერესებს, დამატენიანებელი lip tint-ი ასე აწერია. იმედი მაქვს, რომ ტუჩს არ გამოაშლობს და არ გაიწებება და ხაზებში თავს არ მოიყრის და კარგი tint-ი იქნება, იმიტომ რომ აი tint-ი ისეთი გემრიელი გამოსაყენებელია, გადაიცმევ დილით ერთ ძირითად ფენას და რჩება ტუჩზე. მე გლოს გადაусმევ, ცოტა ფერს იცვლის, კიდევ უფრო აცოცხლებას ვთქვათ ტუჩს რაღაცა შუადღის, სადღაც შუადღის შემდეგ, მაგრამ tint-ი ტუჩის ბაზისად ძალიან კარგი და თუ კარგი ხარისხის tint-ი გვექნება ასეთ ბიუჯეტურ ბრენდთან, ძალიან კარგი იქნება. კონსილერები განაახლეს, camouflage კონსილერები, matte კონსილერი როგორც იცით, ადრეც ჰქონდათ და 14 ფერში ექნებათ 3 ევროთ. ძალიან გამიკვირდა ფასი. კონსილერისთვის მეგონა რომ 5-6 ევროზე მაინც აიყვანდნენ. ცოტა სული ადრეც არ იყო ეს კონსილერი, ცოტა უფრო მშრალი იყო და სქელი ტექსტურის, რაც ჩემს თვალებს ქვეშ კრას მაინც არ მოსწონდა. ეხა მაინტერესებს როგორი ტექსტურის არის. და სიამოვნებით გავტესტავ. ბათა ბრონზერი ექნებათ. NYX-ის ბათა ბრონზერების იდეა აიღეს და Bouncy Touch Blush ეს აი Tower 28-ის და Rare Beauty-ის ახალი ბლაშები. მათი ტექსტურა წარმოიდგინეთ, აი იმისი დუპი სავარაუდოდ 2.5 ევროთ. ბრონზერი და ბლაში მაინტერესებს და კონსილერი და ტუჩის tint. ყველაფერი მაინტერესებს. და ბოლოს მეგობრებო, ვიცი რომ ბევრი ელოდებოდით ამ ამბავს. ვიცი რომ აგვისტოს ბოლოა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ დაიწყო საშობაო კალენდრების შესაკვეთ სიებში ჩაწერა. დარეკლამება და ბრენდებმა დაიწყეს უკვე ბაზარზე საშობაო კალენდრების გამოდანა. მაგალითად, Douglas-ის საშობაო კალენდარი უკვე გვაქვს, Beauty Highlights 2025, 400 ევროიანი make-up ფლეგე და სუნამო და მთელი ამბები იქნება შიგნით. ერთი სანთელიცო, სხვათა შორის. Okay. Cult Beauty-მ გამოაცხადა ჩვენი საშობაო კალენდარიც მზად არისო. შეგიძლიათ რომ მომლოდინეთ ასიაში ჩაეწეროთო 1200 ევროს ღირებულების პროდუქტები 275 ევროდო. შარლოტამ ჩვენ საქავართო, როგორ გეგადრებოთ, როგორ დაგვაგვიანდებაო. პირველი ინფორმაცია ამწვათ რაც გვაქვს არის რომ 5 სრული ზომის და 7 მინი პროდუქტი ექნებათ 215 ევროს ღირებულების პროდუქტები 100 ევროდ. და შარლოტასთვის მაინც კაი. Maybelline-მა ჩვენი ადვენტს კალენდარიც მზად არის. ადვენტს კალენდარს ხო ვამბობ, მაგრამ ხო ხვდებით რომ საშობაო კალენდარს. მოკლედ, დღითი დღე ემატება ბრენდები ახალი საშობაო კალენდრები. ეხლა ძალიან დეტალებში არ წავალ ამ ამბავს, იმიტომ რომ აუცილებლად გავაკეთებ ცოტა მოგვიანებით ცხელა ჯერ ძალიან მშობაზე სალაპარაკოთ.
ცოტა მოგვიანებით აუცილებლად გავაკეთებ, როგორც ყოველთვის ტრადიციულად ყოველ წელს ვაკეთებ ხოლმე საშობაო კალენდრების შესახებ ერთ დეტალურ ვიდეოს და გესაუბრებით, რომელი საშობაო კალენდარი რას გთავაზობთ, რა ღირს, რა რაოდენობის პროდუქტებია შეგნით და ასე და ასე შემდეგ. ეხლა უბრალოდ მინდოდა რომ ესე მოკლედ მეხსენებინა რომ მოემზადეთ, იმიტომ რომ jingle bells. კარგით, მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო, დღევანდელი beauty news-ებისთვის სულ ეს იყო. შემდეგი beauty news-ების ვიდეო გვექნება სექტემბრის ბოლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე Halloween-ის მაკიაჟის და კოლექციების შესახებ გესაუბრებით. ნუ საშობაოზეც უკვე როგორც ხედავთ, ისე მიდის საქმე, მაგრამ დიდ ვთქვათ, რომ სექტემბრის ბოლოს უფრო Halloween-ის კოლექციების შესახებ ვისაუბრებთ. თუ სხვა beauty news-ების ვიდეოები გაინტერესებთ, პლეილისტს დაგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. დღევანდელი ვიდეო იყო 35 beauty news-ების ვიდეო ამ კატეგორიიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ 34 ვიდეო დაგხვდებათ პლეილისტში, თუ გაინტერესებთ. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმი შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო აქციონებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგასწროთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდ მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao!